დიდი მადლობა მეგობრებს, გვერდებიან. გამარჯობეთ იყოთ მეგობრებო. დღეს ამ ფორმატით ვიქნებით. ტრადიციული გადაცემაა ჩვენი. ნახოთ ახალი წლიდან რომელ დღეებში და როგორ გავაგრძელებთ. ამ წლის ბოლომდე ვინარჩუნებთ ფორმატს, რომ ყოველ ორ შაბათს 23 საათზე, ყოველ პარასკევს 23 საათზე, ხოლო სამშაბათობით ტელეკომპანია ქართულ ტივიზე არის გადაცემა, ჩემი საავტორო გადაცემა 4 საათიდან. ყოველ ორ შაბათს, სამშაბათს, 4 შაბათს, 5 შაბათს, პარასკევს მესტიენთა კონგრესის დროა ტელევიზია ქართულ ტივიზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დრო ცოტა გავზარდოთ, ტელევიზიასთან ხელშეკრულება არა თუ გავაგრძელოთ, არამედ კიდევ უფრო გავზარდოთ ეს დრო და ისეთ ხელშეკრულებას მოვაწეროთ ხელი, რომ გაცილებით მეტი და ზოგიერთი გადაცემა საღამო საათებში გადაინაცვლებს და განსაკუთრებით მესტიენთა კონგრესის ყველა გადაცემა იქნება პირდაპირ ეთერში, რომ ჩვენ საშუალება ნებისმიერ პიროვნებას საშუალება გქონდეს გადაცემის დროს მოვიდეს თავის შეკითხვა დასვას, 1-2 წუთიანი მოსაზრება გამოთქვას, ანუ ეს იყოს ღია ტელევიზია, ჩვენ ვაახლებთ ამ პერიოდში და მესტიენთა კონგრესის ხდომამ, რომელიც შედგა რამდენიმე დღის წინ, მიიღო გადაწყვეტილება და პროგრამამ დაამტკიცა მოქმედებისთვის, რომელიც ტელევიზიის გაძლიერებას ემსახურება. ჩვენი რადაც არ უნდა დაგვიდეს, როგორადაც არ უნდა იყოს, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ტელევიზია უნდა სრულყოფილი გავხადოთ და ამისთვის კარგია, რომ მეგობართა შემადგენლობა იზრდება, რომ მხედველობაში მაქვს, რომ 500-მდე კაცი ვართ საჭირო, 100-დან 300 ლარამდე თითოეული ვის როგორ შეუძლია, რომ ყოველთვიურად წირავს ტელევიზიას პირველიდან 5-7 რიცხვამდე და ეს რაოდენობა ბევრი არ არის, მაგრამ ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა, რაც ორგანიზაციული ცვლილებებიც ხდება ჩვენ სამეთვალყურეო საბჭოში. იცით, რომ ამ სამეთვალყურეო საბჭოს პატრონი რომან ურუა ხელმძღვანელობს, ახლა ახალი დირექტორი ემატება ქალბატონი მედია აბაშიძის სახით და ვფიქრობ, რომ შემადგენლობა გაიხდება ტელევიზიის ახალი დებულებაში ძალიან ბევრი ცვლილება მოხდება, ანუ რეალურად საუბარია იმაზე, რომ ნამდვილად მართალი, ნამდვილად დემოკრატიული, ნამდვილად თავისუფალი ტელევიზია იყოს, თავისთავად ის ფაქტი, რომ 4%-ზე მეტი ყიდისუფლება აქციების არავის არ აქვს, უფრო მეტიც არ არსებობს საქართველოში ტელევიზია, რომლის აქციები იყიდება. ეს ერთადერთი ტელევიზია ქართული ტივი, რომლის აქციები იყიდება. ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია საქართველოს მოქალაქეს და არა მარტო შეუძლია იყიდოს აქციები, მაგრამ რა თანხაც არ უნდა გაიღოს 4%-ზე მეც ვერ იყიდის. ეს მერაბ ბერძენიშვილის, ეზო ჩხეიძის, ანზორ ერქომაიშვილის და ესეთი ადამიანების წინააღმდება იყო, რომ ტელევიზიის პატრონობა ერთმა პიროვნებამ ჩაიგდოს ხელში. ჩვენ მომდევნო წლის ბოლომდე ან ვერც წლის განმავლობაში ეს გვინდოდა ადრეც, მაგრამ ვერ შევძელით. ეხლა უკვე იმედიანი ხდება იმ ცვლილებებით, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოში იქნება, იმ ცვლილებებით, რომ მეგობრები რომ გვერდებიან ამის გათვალისწინებითაც, რომ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ შევძლოთ დავანახოთ
მთელ ქვეყანას, რომ როგორი თავისუფალი, როგორი მართალი ტელევიზია, რომ მომდევნო წლის ბოლოს, ანუ ერთი წლის თავზე, ცნობილი ადამიანების მონაწილეობით, მეგობართა ტელევიზიის მეგობართა მონაწილეობით გაკეთდეს მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი, რომ საქართველოს ყველა ოჯახი გახდეს ტელევიზიის აქციის, ერთი აქციის მფლობელი მაინც და ვინც ვერ შეძლებს ამ აქციის ყიდვას, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მიეხმარებიან. ერთი ასეთი განცხადება წლების წინ გააკეთა ისმეთ აჯარმა, ეს ქართველი კაცია, რომელიც თურქეთში ცხოვრობს, რომელსაც ძალიან დიდი თანხა შემოგთავაზა, მაგრამ ჩვენ ვუთხარით უარი და ეს იყო ამას უნდა მაშინ ძალა, რომ ადამიანი, რომელზეც რამდენიმე მილიონს იღებდა, ერთი თეთრი არ მიგვირია მისგან და ეგ არის ძალიან ძლიერი რამ, პატივისცემა სწორედ მართალი სიტყვისადმი, თავისუფალი სიტყვისადმი, ჩვენ მას ვუთხარით, რომ გავუკეთეთ დემოკრატიული საჩუქარი საქართველოს და დემოკრატიული საჩუქარი იქნება ის, რომ ყველა ოჯახი პირველ ეტაპზე, ანუ 2 წლის განმავლობაში, მხედველობაში მაქვს 27-28 წლის განმავლობაში ყველა ოჯახი უნდა გახდეს აქციონერი, ვინც ვერ შეძლებს, მას აჩუქებს ისმეთ აჯარის აქციას და ხოლო შემდგომი 2 წლის განმავლობაში საქართველოს ყოველი მოქალაქე, ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ცხოვრები გახდეს აქციის მფლობელი, რომ რეალურად ჩვენ სრულიად სხვა ტიპის ტელევიზია შევქმნათ, ნამდვილად სახალხო, ნამდვილად დემოკრატიული და კარგად გითხრეს იუნესკოში და არა მარტო საერთაშორისო დემოკრატიულ ინსტიტუტებში ძალიან კარგად გითხრეს, რომ ასეთი ტელევიზია არ არსებობს, ეს სრულიად სხვა სიტყვა იქნება მსოფლიო სატელევიზიო სივრცეში და ძალიან კარგი მომავალი მიწეს ამას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ამას ერთად შევძლებთ. ეს ერთი წელია გადამწყვეტი ახლა, რომ ეს რაღაც დიდი როგორც იტყვიან წისვლა მოხდეს და მე ვამბობ, რომ ყველა ადამიანი, ვინც შემოუერთდება მეგობართა წრეს, მეგობართა შემადგენლობას, ეს უკვე ისტორიულ მომენტში, ისტორიულ პროცესში იღებს მონაწილეობას და მე ძალიან მიხარია, რომ უაღრესად საინტერესო ადამიანები, მეცნიერებიდან, ადამიანები, რომელსაც არავით არის განსაკუთრებული, რომლებსაც შიშველი ხელის ადამიანები უფრო ფიქრობენ ასეთ ტიპის ტელევიზიაზე, ვიდრე თქვა მდიდრებს უნდა თქონდეთ, რომ თავიანთი ტელევიზია და როგორც უნდათ ისე ილაპარაკონ, მის წინააღმდეგადაც უნდათ და ისე მომართონ ტელევიზია, ეს გამოიცხულია. მეცნიერთა კონგრესი ძალიან ძლიერი გუნდია, მან უდიდესი პროგრამების შექმნა და ამას კიდევ უფრო მეტად დაინახავს ხალხი, საზოგადოება ამ წელსა და მომდევნო წელში, განსაკუთრებით მომდევნო წელში, როდესაც ეროვნული თანხმობის პარლამენტის ფორმირების კონცეფცია იქნება გამოტანილი. ჩვენ ალბათ მომდევნო კვირაში მოსალოდნელია 4 შაბათი, 5 შაბათი, პარასკევი, რომელიმე დღეს, ალბათ ეს ხვალ ჩვენს მეცნიერთა კონგრესის გუნდის შეკრებაზე გადაწყდება. ჩვენ გვექნება ის შეკრება, სადაც წარმოადგენს საჯარო განხილვისათვის, ასე იგი უკვე ყველას თავისუფალი დასწრება იქნება. მეფე დავითში შედგება ამ კომპლექსში იქნება ეს შეხვედრა, იქ როგორც წინა კონგრესი იყო და ყველას ექნება ასე იგი აი აქ რეალურად მონაწილეობის მიღების საშუალება ექნება ყველას, ნებისმიერ დაინტერესებულ პიროვნებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ მეცნიერთა კონგრესის ბევრი წელი მონაწილეობას მიიღებს, ვინც ვერ შეძლებს ჩამოსვლას ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, ეს Facebook-ით და შემდგომ ტელევიზიით ნახავს და ჩვენ მივიღეთ ძალიან კარგ დოკუმენტს, მხედველობაში ეროვნული თანხმობის ხელისუფლების კონცეფციას და ჩვენ რეალურად შევძლებთ იმას, რომ იანვრის თვეში ძალიან დიდი ხანია გადავწიეთ, მაგრამ ეხლა უკვე დროც აღარ გვაძლევს სხვა საშუალებას, რომ უნდა შედგეს იმ საზოგადოებრივი პარლამენტის ფორმირება, ანუ პრაქტიკულად ალტერნატიული პარლამენტის ფორმირება, რომელიც არავის არ ებრძვის, მაგრამ განიხილავს იგივე საკითხებს, პირდაპირ ეროვნული მიმართულების და სახელმწიფოებრივი მიმართულების იგივე საკითხებს, რასაც საქართველოს პარლამენტი და ამ ტელევიზიით თუ სხვებით შეძლებენ ძალიან კარგი, იქნება ეს პირდაპირ გადაცემები და ისევე როგორც თქვა დღეს პარლამენტის სხდომების გადაცემა მიდის, ჩვენ ვაჩვენებთ საზოგადოებას, როგორი ინტელექტუალური ადამიანები ხართ, როგორი ენერგიული ადამიანები ხართ, როგორი გამბედავი ადამიანები ხართ და როგორი წესიერი ადამიანები ხართ. ეს 4 რამ საზომი: ინტელექტი, ენერგია, გაბედულება, გამოცდილება, გაბედულება და წესიერება. ეს 4 რამ და კიდევ
ყოველთვის ვაკეთებთ ამ ხაზგასმას წესიერების გარეშე პირველი 3 ძალას კარგავს. ამ პარლამენტში პოლიტიკოსები ნაკლებად იქნებიან, აქ პროფესიონალები იქნებიან, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს პარლამენტის, აი მომდევნო პარლამენტის ერთი არჩევის პარლამენტის შემადგენლობა ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასურველი იქნება, რომ პროფესიონალები იყვნენ, რომ მათ ამ პარლამენტმა გააკეთოს რეფორმები, როგორი წესი და რიგია და ეს პარლამენტი უნდა იყოს პოლიტიკური, მაგრამ ეს პარლამენტი არ უნდა იყოს პარტიული. აი ეს არის ის კონცეფცია, რომელსაც ჩვენ გამოვიტანთ და შემდგომ ის ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა, 21 პუნქტიანი პროგრამა, მიზანია სამშობლო და ადამიანის სხვა ყველაფერი ხელისუფლების ჩათვლით საშუალება ამის მისაღწევად. ის რაც დაკავშირებულია ამ უნიკალური ჩვენი მიერ გამოცემული წიგნის, რომ საქართველოს ინტეგრალური რესურსები, უნიკალური სიმდიდრეები აქვს ქვეყანას და ამ ქვეყანაში როგორ შეიძლება რომ ღარიბად ცხოვრობდეთ, ანუ ჩვენ რეალურად დასრულებული გვაქვს, მაგრამ კიდევ უფრო საჯაროს გავხდით იმას, რასაც ქვია, რომ ვიცოდეთ რა პოტენციალი გააჩნია ქვეყანას, აი აგერ არის და მისი შევსება მოხდება, ვიცოდეთ რა მდგომარეობაშია ობიექტური ანალიზი იყოს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის, ხელისუფლება ამბობს ყველაფერი კარგადაა, ოპოზიცია ამბობს ყველაფერი ცუდადაა. ერთიც ტყუის და მეორეც ტყუის. ჩვენ ხალხისადმი პატივისცემით ჩამოვაყალიბეთ იმ შეფასებებს ჩვენი ძალიან სერიოზული ექსპერტების და ძალიან დიდი გამოცდილებით, რომელიც უცხოეთს გააჩნია ამ მიმართულებით, მათი მონაწილეობით შევძლებთ, რომ ჩამოყალიბდეს ასე იგი გაკეთდეს ანალიზი ქვეყანაში რეალური მდგომარეობის და ჩვენ გვექნება მესამე ელემენტი მნიშვნელოვანი, რომ ამ პოტენციალის ქვეყანაში რეალურად ამ მდგომარეობის ქვეყანაში აი ეს პოტენციალი როგორ მოვიყვანოთ მოქმედებაში ეს პროგრამა. ეს პროგრამები უკვე არის, შეიკრება ყველაფერი ეს ერთად და ერთი წელი არც ჭირდება ამას, უკვე რეალურად გაკეთებულია და როგორც კი დაიწყებს საზოგადოებრივი პარლამენტი მოღვაწეობა, ჩვენ ყველა ამ დოკუმენტს გამოვიტანთ, ნახავთ როგორი განხილვები იქნება და საქართველოს ეს პარლამენტი იქნება საქართველოს იმედის პარლამენტი. ეს იქნება, როდესაც ადამიანი ამბობენ სადამყავს ხალხი და თუ ოცნება არა ვინ, თუ ნაციონალური მოძრაობა არა ვინ, მე გეუბნებით არც ერთი არც მეორე და ქვეყანაში ჭირდება ისეთი ერთობა, ისეთი სახე ხელისუფლება, სადაც განსაზღვრული იქნება ინტელექტი, სადაც განსაზღვრული იქნება თითოეული წევრის ენერგია, სადაც განსაზღვრული იქნება თითოეული წევრის გამოცდილება, სადაც როგორც აპოგეა რაღაც ვირგვინი, ასე იქნება თითოეულის წესიერება. აი ეს არის ყველაფერი შეკრული ჩვენი გადაცემებიც. ამას დაეთმობა ძალიან ძლიერი გადაცემები აქვს ბატონო ბახში ჟვანიას, ვინ არის საქართველოს პოლიტიკაში, ის კიდევ სრულად ახალი იმით დაიწყებს მუშაობას, ჩვენ რამდენიმე ახალი გადაცემა დაემატება კიდე და ესე იგი იქნება ერთი გადაცემა თქვი რაც გინდა, სადაც ნებისმიერ პიროვნებას ქუჩაში თუ სხვაგან ეუბნებიან თქვი რაც გინდა, ოღონდ არ შეიგინო, ოღონდ ცუდი სიტყვა არ თქვა, ქართულად ილაპარაკე, დარბაზულად ილაპარაკე და რაც გინდა ის თქვი, ვინც გინდა ისაკე ხელისუფლებაში თუ ხელისუფლების გარეთ, მაგრამ თქვი ის რაც ქვეყანას წაადგება. ძალიან ბევრი რამ ისინი გველოდებათ ჩვენ, ამიტომ მე ყველას მოუწოდებ, რომ აი როგორადაც შეძლებთ და როგორადაც შეგვიძლიეს დაუდგეთ ტელევიზია ქართულ ტივის გვერდით, ტელევიზიას რომლის სათავეებიდან გიგანტები იდგნენ, მერაბ ბერძენიშვილის ეზო გარემოში დაიწერა ყველაფერი ეს საწყისები, ლორეზო ჩხეიძის სახში ხელი მოეწერა და ხელი მოაწერეს ძალიან დიდმა ადამიანებმა. და ეს არის ყველაფერი აი რაღაც განვითარებაში უნდა განვიხილოთ. ჩვენ ამ ერთი კვირის განმავლობაში და ამ წლის ბოლომდე უკვე პროფესორად კიდევ უფრო გავააქტიურებთ აი ამ იმას, ვის გარეშე გითხარით, ვის გარეშე ვერ წარმოგდგენიათ საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს პარლამენტი, აი ამ დოკუმენტს კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ და ვამბობთ იმას, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ აქ ერთი პუნქტი კი არა, საერთოდ ძალიან საინტერესოა ეს დოკუმენტი, მაგრამ აი ნახეთ როგორ არის ჩამოყალიბებული. ჩვენ დიდი პატივისცემით მივმართავთ ყოველ მოქალაქეს, ყოველ მამულიშვილს, საზოგადოების ყოველ წევრს, ჩვენს ემიგრანტებს, ახალგაზრდებს, მეცნიერებს, პედაგოგებს, ექიმებს, ხელოვნების მოღვაწეებს, სამხედრო მოსამსახურეებს, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, სპორტსმენებს, ყველას, ვისთვისაც ფასეულია ფიქრი ქვეყნის მომავალზე და რით მიმართავთ და რას ვთხოვთ. დაეთათფირეთ, ვისაც გნებავთ
ხელისუფლებაში თუ ხელისუფლების გარეთ. დაეთათბიროთ ოჯახის წევრებს, მეზობლებს, მეგობრებს, თანაკლასელებს, თანაკურსელებს, თანამშრომლებს. დაეთათბირეს ყველას მიუხედავად იმისა, რა ეროვნებისაა, რა ასაკისაა, რომელი აღსარებლობის მიმდევარია, რა პოლიტიკური შეხედულება აქვს და გვითხრეთ, ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ხელისუფლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, უბრალოდ მე არ მინდა ახლა დღეს დიდი დრო დავიკავო ამ დოკუმენტის წარმოდგენით აქ, ხშირად გქონია ჩვენ ამას საუბარი, 10,000 წელი დარიგებულია, 3-4,000-მა პიროვნებამ ჩვენ თავის მოსაზრება გამოგვიგზავნა, კიდევ უნდა გავაგრძელოთ ეს, რომ სრულყოფილი იყოს, რომ იანვრის თვეში გამოცხადდეს უკვე ის შემადგენლობა, ანუ ლაპარაკია იმაზე, რომ ვისაც მეტი ხმა ექნება, დღეს 200-ზე მეტი ადამიანია, 300-მდეა იმ ადამიანთა რიცხვი, რომელსაც თითოეულ მათგანს 10-ზე მეტი პიროვნება უჭერს მხარს. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ არიან ადამიანები, რომ თითქმის საქართველოს ყველა კუთხე-კუნძულიდან აქვთ მხარდაჭერა. ანუ თავისთავად ცხადია, რომ ასეთ ადამიანებს მეტი ასპარეზი უნდა გქონდეს. ძალიან ბევრს იქ ვინც დასახელებულია, ბევრმა არც იცის, რომ დასახელებულია და იანვარში როცა ესია გამოქვეყნდება, ყველა დარწმუნდება იმაში, რომ ეს ასეა, რომ ბევრი საკუთარ თავს იქ პირველად ნახავს, მაგრამ თავარი არის ერთი, რომ 70-80% თავიდანვე ვიტყვის მე ეს არ მინდაო. მაგრამ ეს ისე იქნება მიმართვა გაკეთებული, რომ როცა ხალხს უნდა, აღარ უნდა თქვა უკვე მე არ მინდა, კეთილი უნდა ინებოდა, მიიღო მონაწილეობა ამაში და საკუთარი მოსაზრება გამოთქვა, მით უფრო რომ ჩვენ ვიწყებთ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის მიღებით და ძალიან ბევრი რამით და არავის არ მეწინააღმდეგებით, არავის არ უპირისპირდებით, ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ქვეყანას დავანახოთ, იმედი დავანახოთ, პროგრამებით, ანალიზით, ხალხით, წესიერებით, მომავლის ხედვით, აი ეს იმედი დავანახოთ. აი ეს უიმედობა იმის გამოა, რომ ვერ ხედავს იმ ადამიანებს, რომელთაც ცვლილებები შეუძლიათ სერიოზული და რეალურად დღეს ვსაუბრობდით გადაცემაში, როცა ირგვლივ დემოკრატიული სამყარო ცხოვრობს ასე იგი ინტელექტუალურ რეჟიმში, როდესაც ინოვაციური გახდა დემოკრატიული სამყარო, როდესაც ტოტალური ტექნიციზმის ეპოქაში ცხოვრობს უამრავი სახელმწიფო და განსაკუთრებით დემოკრატიული სახელმწიფოები, ამ დროს პოლიტიკოსებმა საქართველოს შეათრიეს უდაბნოში, აზროვნების უდაბნოში. რეალურად საქართველოს გახდა აზროვნების უდაბნო. მე მგონია, რომ ჯერ იყო და ესე იგი ნაციონალური მოძრაობის უსიერთყეებში ცხოვრობდით, ეხლა ასე იგი ოცნების უსიერთყეებში გადავსახლდით და ბიზინა ივანიშვილის ის არის უკვე ეს შეიძლება უდაბნოც და უსიერთყეს რაზმნებოდ ის დაარქვით. ეს შეურაცხყოფელი არ არის. რეალურად ჩვენ კი არ ვაყენებთ შეურაცხყოფას. მათ მიაყენეს შეურაცხყოფა ქვეყანას, იმიტომ რომ რეალურად დიდარ ქვეყანაში გაცხოვრებენ ღარიბად. ეს ეხება მოქალაქეთა კავშირით მოყოლებული ყველა იმ პოლიტიკური ძალას, რომელიც მართავდა ქვეყანას და ჩვენ დღეს უამრავ ადამიანს ხედავთ, როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ, რომელთაც ხელეწიფებად სერიოზული ცვლილებების მოხდენა ქვეყნისთვის, რომ წინ წავიდეს ქვეყანა, არ შეიძლება იმ პარლამენტით, რომელიც დღეს რეალურად საქართველოს ჰყავს, ეს არის მდიდრების, ფეოდალების პარლამენტი, სადაც რეალურად 2-3 კაცი არ არის, 2-3-ც კი არ არის პოლიტიკოსი, ყველა დანარჩენი ესენი არიან ფულთან დაკავშირებული ადამიანები და მონური ფსიქოლოგიით არა ხელისუფლების და მონახთისა რო იყოს, ამას ეს იქნებოდა ბედნიერება, მაგრამ ეს არის მონახთისა კი არა, მონაი ბიზნესი. აი ეს არის უბედურება. როდესაც თქვა, აი ასე შეიცვალა, ასეთი არასწორი განვითარება მიიღო იმან, რაც დაკავშირებულია ერთგულებასთან. ბიზინა ივანიშვილის ერთგული ხარ ხელისუფლებაში, არა ხარ ერთგული, არ იქნები ხელისუფლებაში, თუნდაც გიგანტი რო იყო, ეროვნული აზროვნებით, სახელმწიფოებრივი აზროვნებით, გამორიცხულია, ვერ მოხდებენ. მთავარი კრიტერიუმი, რომ მოხდე ხელისუფლებაში დღეს, ეს არის იყო ბიზინა ივანიშვილის ერთგული მონა. ეს წარმოუდგენელია, უამრავი ადამიანი ვიცი, რომელიც არც საკუთარ თავს, არც მის გვარიშვილობას, ოჯახიშვილობას
ამ შეურაცხყოფას არ მიაყენებს. გავა გარკვეული დრო და ყველა ადამიანი, რომელიც დღეს არიან ამ ხელისუფლებაში, აი მათი თავმოვლები ძალიან დიდ განცდებში ჩავარდებიან იმის გამო, რომ ასეთი ეპოქის ასეთ დროს იყვნენ ხელისუფლებაში, როდესაც რეალურად ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავდა ერთი ადამიანისადმი მონურერგულებას. ეს ამაზე მეტი შეურაცხყოფელი რა შეიძლება იყოს. შეურაცხყოფას ისინი აყენებენ ქვეყანას, რომ ფულიანებმა პრაქტიკულად ჩაიგდეს ყველაფერი ხელში და ფულის ძალაუფლების ქვეყანაა, მაშინ როდესაც ინტელექტუალური ინტელექტია ქვეყნის მომავალი. მსოფლიო ფიქრობს ხელოვნური ინტელექტზე, საერთოდ საუბარი არ არის ქვეყანაში, თვით უფრო სინთეზური ინტელექტზე საუბარი არ არის, ესე იგი ახალი პროგრამები ჩამოყალიბდა ოპტიმუსი და სხვები, რომელშიც ესე იგი თუნდაც ესე იგი რაღაც სულიად სხვა განზომილებები ცხოვრობენ დემოკრატიულ სამყაროში ინოვაციური ტექნოლოგიებით. საქართველოში როგორც გითხარით ეს ყველაფერი სად არის, ამაზე საუბარიც კი არ არის ჩვენს ქვეყანაში, არც ხალხის მომზადება მიდის ამ კუთხით. გარკვეული ჯგუფები, ადამიანთა ჯგუფები გადიან ქვეყნიდან არა იმის გამო, რომ თქვათ აქ ცხოვრება უჭირთ და ფული არ აქვს, უბრალოდ ხედავენ იმას, რომ აქ რეალურად საკუთარი თავის რეალიზაციას ვერ აკეთებენ. აი ესე დაიხშო ქვეყანა. აი ხო მე მინდა რომ იმ თავარ საკითხებს, რომელიც თქვათ დღეს დუილშია ქვეყანაში, სინამდვილეში დღეს ჩვენ საუბრობთ, ქვეყანა ცხოვრობს იმ საკითხებით, რომლებზეც არჩევნებამდე ლაპარაკი არ ქონია ხელისუფლებას. არჩევნებამდე არ უთქვამს ხელისუფლებას, რომ ის განათლების ასეთ კანონს მიიღებდა. არჩევნებამდე არ უთქვამს ხელისუფლებას, რომ არაბულ ქალაქებს არ აშენებდა. არჩევნებამდე არ უთქვამს ხელისუფლებას, რომ ის ჯარიმებს გააორმაგებდა, გაასამაგებდა და მთელ ძალებს აი მის გამკაცრებისთვის გააკეთებდა. არჩევნებამდე არ უთქვამს ხელისუფლებას, რომ ესე იგი ემიგრანტებს ხმის უფლებას წაართმევდა. არჩევნებამდე არ უთქვამს ქვეყანას, ძალიან თქვი, მაგრამ ისევ ვიმეორებ, რომ მიწას ასე მოექცეოდა. არჩევნებამდე არ უთქვამს ქვეყანას, რომ აი დიდი ზარზე იმით, რომ რამდენიმე წლის წინ გამოაცხადეს ვასაქმებთ ხალხს 200,000 თუ 300,000 და 300 ლარს ურიგებთო და ეს აბსურდი იყო მაშინ რაც გააკეთეს, მაგრამ ეხლა უკვე აცხადებენ იმას, რომ ამას ყველაფერს ახალი წლიდან აღარ დააფინანსებენ. აშკარაა, რომ ბიუჯეტი შედგენილია ისე, რომ აქ არავითარი ინოვაციური არ იქნება, საქართველოს მომავალი არის ინოვაციური ქვეყანა, საქართველოს მომავალი არის ნიჭის ძალაუფლების ქვეყანა. ჩვენ მივდივართ რა კუთხით? ჩვენ მივდივართ ფულის უფლების ქვეყნის გზით, ეს შეთავაზა მოკავშირმა, გააძლიერა ნაციონალურ მოძრაობამ, ბიძინა ავანიშვილმა გვირგვინი დაადგა. საქართველო დღეს არის ფულის უფლების ქვეყანა, ფულის ძალაუფლების ქვეყანაა. საქართველო მაშინ როდესაც ნიჭის უფლების და ნიჭის ძალაუფლების ქვეყანა უნდა იყოს და მაშინ იქნებოდა მომავალი. მე არ ვიცი რომელიმე ქვეყანა, რომელიც წინ წავიდა და რომელმაც მეცნიერების გარეშე შეძლო ეს გაეკეთებინა. აქ ლაპარაკია იაპონია იქნება, კორეა იქნება, სამხრეთ კორეა იქნება, ეს იქნება ისრაელი თუ თქვათ ძალიან ბევრი სხვა ქვეყანა და აი ვისაც გაქვთ საშუალება ისმინოთ მასკის გაკეთილები, ვისაც შეგიძლიათ მიიღოთ, ეს არის უნიკალური რამ. უკვე იქამდე მივიდა საქმე, რომ ესე იგი სახლებში გაყვანილობებიც არ დაგჭირდება, როგორც Wi-Fi, ისე იქნება ელექტროენერგია და ფერები კედლის და ბევრი სხვა რამ და თქვენ ის ხوار გონიათ 100 წლის მერე. ჩვენ როგორც იტყვიან სადღაც დღეში ვართ, თორე ეს უკვე ამერიკაში ქარხანა აშენებულია ამისი, ევროპაში ჩნდება, რუსეთშიც კი მასკი აშენებს უნიკალურ გიგანტ წარმოებას, სადაც ასეთი რამეები იქნება. სადაც 1 მილიარდი რობოტის შექმნაზეა ლაპარაკი და მანქანა, რომელიც 100,000 კილომეტრს გაივლის, პროგრამა იქნება ესეთი 100,000 და უფრო მეც გაივლის ძღოლის გარეშე. პროგრამებით ამაზე ფიქრობს მსოფლიო და ამაზე ფიქრობენ იმაში და ჩვენთან რაზეა ლაპარაკი კი ვხედავთ, შენ ხარ მტერი, შენ ხარ მოღალატე, შენ უნდა დაგიჭირო, შენ უნდა გესროლო, შენ უნდა ესე იგი რაღაც ერთმანეთს დავაპირისპიროთ ხალხი, დაპირისპირება გადავიდა ყველგან. ეხლა ექიმები დააპირისპირეს უკვე არ ნახულათ ერთმანეთს ეს შეგროვი ამის ისა, აქაც კი შემოიტანეს, იმიტომ რომ მაგრამ მე არ მინდა ამ საკითხებს დღეს ბევრი რამ ჩვენ ვისაუბრეთ, ვისაც გექნებათ საშუალება გადაცემას ალბათ უკეთ დევს
გვერდზე, მხედობაში მაქვს ტელევიზიის გვერდზე, ქართული TV, ასეთი ვებგვერდი არსებობს, გზა ცივილიზებული საქართველოსკენ არსებობს ცივილიზებული G ვებგვერდი, რომელზეც შეგიძლიათ რომ 24 საათის რეჟიმში უყუროთ ტელევიზია ქართულ TV-ს, იქ კიდე დევს ეს დოკუმენტები, ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ, ჩვენ ამ დოკუმენტსაც გამოვაქვეყნებთ ხვალ ალბათ, რომელიც მივიღეთ ტელევიზიასთან დაკავშირებით და ვისაც გექნებათ სურვილი და ვინც ამ ეროვნულ საქმეში ჩაერთვებით, სხვა ვინ და უფალი დააფასებს ამას ყველაფერს, იმიტომ რომ ეს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაიწყო ყველაფერი და გიგანტები იყვნენ, მერაბ ბერძენიშვილი, რეზო ჩხეიძე, ანზორ ერკომაიშვილი და ესეთი გურამ დოჩანაშვილი და ასეთი ადამიანები იყვნენ იმ ტელევიზიის სათავეებთან, რომელსაც ქართული TV ქვია. მე უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ აი ეს ამ საკითხებზე ხომ არის დღეს საუბარი, აი რაც მოგახსენეთ, რომ რეალურად შეზღუდვები ბევრი ექნება ამ გადაცემას, მაგრამ როგორც წინა გადაცემა შეზღუდეს და ვითომ 5-6 და 10-11 არ უყურებდა, ნუ რეალურად აღმოჩნდა, რომ 10,000 კაცმა ნახა 2-3 დღის განმავლობაში. ასევე იქნება ამ გადაცემაზეც, იმიტომ რომ ჩვენ არავის არ უპირისპირდებით და ქვეყნის მომავალს ვხედავთ სრულიად სხვა რამეში, ვიდრე ამას აკეთებს ხელისუფლება და ვიდრე აკეთებს ამას ოპოზიცია. ის გზა, რომლითაც ხელისუფლება და ოპოზიცია მიდიან, ეს არც ქართული გზა არის, არც მართლმადიდებლური გზა არის, ეს ანტიკართული გზა, ეს არ არის, ეს ბარაბას გზა, ეს ანტიქრისტიანული გზა, ამიტომ მე ამას არ ვეხები დღეს და ღმერთმა ხელი მოუმართოთ თუ ამასაც ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანას ეხება ეს ყველაფერი უბედურება. მე უბრალოდ მინდა ადამიანებს ვესაუბრო, ხალხს ვესაუბრო და გითხრათ, რომ აი თქვენ დღეს ძალიან ბევრ რამეს, აი დღეს ჩემს ნაცნობებსაც კი რომ ვკითხე, მეუბნებიან იმას, რომ აი კარგი რამე ხდება განათლების სისტემის რეფორმით, კარგი რამე ხდება, რომ ვთქვათ, სწავლება ხდება უფასო. ტყუილი ეჯერეს, უფასო არ ხდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ანუ ის რაც საბჭოთა კავშირის დროს იყო. და კი მაგრამ ჩვენ მაშინ რას ვამბობდით? და მეორე. ყველაფრის გვირგვინი არის ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართებს, ამ საკითხებზე არ ვსაუბრობ. ყველაფრის გვირგვინი არის ხელისუფლება, რომელმაც იცის მისი ფუნქცია და ხალხი რომელმაც იცის რა ფუნქცია აქვს ხელისუფლებას. ნორმალურ სახვალიოდ მომართულ ქვეყანაში ხელისუფლებას აქვს ორადორი ფუნქცია. პირველი, კონკურენტული გარემო შექმნას ქვეყანაში და მეორე, დაცული იყოს ადამიანი. მეორე, ორადორი ფუნქცია აქვს. არც გზის გაყვანის ფუნქცია არ აქვს. და ვინმე იტყვის კი, მაგრამ გზას გაიყვანს, აი სისტემა, არც სასტუმროების აშენების, ბიძინევანიშვილი როგორ სასტუმრო აშენები, ოღონდ კონკურენტული გარემო შექმნით თქვენ ამ ქვეყანაში და ამ ქვეყანას ისეთი ინვესტიციები ექნება, რა არაბული ინვესტიციაზე იქნება ლაპარაკი. რატო არ მოდიან დემოკრატიული ქვეყნების წარმომადგენლები? სად არის საქართველოში, ან ამერიკის, ან ევროპის ინვესტიცია? რატო არ არის? იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არ არის კონკურენტული გარემო. კონკურენტული გარემო არ შექმნა ხელისუფლებამ, იმიტომ რომ კონკურენტული გარემო რომ იყოს, აქ დემოკრატიული ქვეყნების ინვესტიცია წამოვა. მაგრამ ხელისუფლებას აწყობს დემოკრატიული ქვეყნების ინვესტიცია? არ აწყობს. დემოკრატიული ქვეყნები მიდიან მხოლოდ და მხოლოდ იმ ქვეყნაში ინვესტიციები, სადაც იციან რომ დაცული იქნება მათი უფლებები, ადამიანია დაცული, ადამიანის უფლებებია დაცული, მაგრამ რადგან არ მოდიან დემოკრატიული ქვეყნები, ახლიან თვალში აი არადემოკრატიული ქვეყნებიდან და აი სადაც ვერ ახერხებენ ისინი, თქვათ აი მოდის არაბული ინვესტიცია, არაბები თვითონ არ ამბობენ რომ დემოკრატიული ქვეყანაა, შეიხების ქვეყანაა, ფული აქვს შეიხებს და მოდიან ისინი. რაც ვერ გააკეთეს ომით და რაც ვერ დაგვიკლეს ომით და დაკეთებენ ფული დღეს. მაშინ როდესაც ჩვენ რომ ქვეყანაში ხალხს მოსახლეობას უხლო მოდრეკილი ვეხვეწები, იცოდეთ კარგად ხელისუფლების ფუნქცია. ხელისუფლების ფუნქცია არ არის ის, რასაც 90%-ზე მეტი რასაც დაბარაგობს, ეს ხელისუფლების ფუნქცია არ არის. რასაც თქვენ ხელისუფლებასგან ითხოვთ, ეს ხელისუფლების ფუნქცია არ არის. აი კონკურენტული გარემო შეიქმნა ამ ქვეყანაში და როგორც კი კონკურენტული გარემო შეიქმნება, უამრავი ადამიანი დაბრუნდება, სამუშაო ადგილები შეიქმნება, არავინ არ წავა აქედან საკუთარი თავის რეალიზაციისთვის რომ მიდიან უცხოეთში, იმიტომ რომ კონკურენცია არ არის, აქ არის ნეპოტიზმი, აქ არის კორუფცია,
სადაც ჩვენ არ გვიგრძნია, რას ნიშნავს დემოკრატიული ქვეყანა, არ ვიცით ეს რას ნიშნავს საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა, რატომ? იმიტომ რომ საბაზრო ეკონომიკა ვერ იქნება იმ ქვეყანაში, სადაც არის პირველი ნეპოტიზმი, ნათესაობა, მეგობრობა და ძმაკაცობა ხელისუფლებაში მეყვანაში და სადაც არის მეორე, სადაც არის კორუფცია. ახლა ჩვენ რო არაფერი ვთქვათ, ნახეთ მილიონები აქვს დაწყობილი სახლში, ხომ? ხელისუფლების წარმომადგენლებს, არა? ნუ თქვენ ნახეთ რა მდგომარეობაა, ხომ? აი ამ კუთხით, ამიტომ სად არის აქ რომელ კონკურენციაზეა ლაპარაკი, რომ დაიჭირეს რომელიმე პიროვნება, ვისთან ქონდა კავშირები და მიყავდა თანამდებობის ნათესავები. ანუ აბსოლუტურად ესე იგი ეს ქვეყანა ისეთი შექმნეს მოკავშირმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ოცნებამ ამას კიდევ უფრო მეტად აძლიერებს, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა რადგან ფული ქონდა თვითონ მისი ფულის დაცვა და ფული აქცია საერთოდ როგორც იტყვიან, აი ესე იგი ღმერთის ფუნქცია მიცა უკაცრავად ამ გამოთქმაზე ფულს. მაშინ როდესაც ასეთი რამ არც არსებობს ბუნებაში არ შეიძლება რომ იყოს. ესე იგი თავის ფულს გადაგვაყოლა და ფულის კეთები თქვენ წარმოგიდგენიათ რომ კრიპტოვალუტა ჭრის 8 ლარს იხდის კილოვატ-საათში 6 მილიონის კილოვატ ენერგიას ყიდულობს თვეში 6 მილიონის და უნდა იხდიდეს 24 მილიონს როგორც სხვა მეწარმეები და იხდის 6 მილიონს და ჩვენ ვლაპარაკობთ იმას რომ დიდი ის არის რა ქვია ეხმარება ხალხს 24 მილიონი თქვენ წარმოგიდგენიათ თვეში 24 მილიონი 18 მილიონს არტყმებს მარტო ენერგეტიკის ხაზით ფულს არ შეუძლებს იმას დავანებოთ თავი გადაამრავლეთ ახლა 18 მილიონი იმაზე 12-ზე და რეალურად მიიღებს 200 რაღაც მილიონს ხომ ესე იგი 200 მილიონის იმას პრაქტიკულად სახელმწიფოს არ აძლევს ენერგეტიკას არ აძლევს ჩვენ ვიხდით 23 24 25 მილიონს სახში ენერგია რო გვაქვს და კრიპტოვალუტას რომ ჭრის ბიძინა ივანიშვილი დანის რაიონში და არა მარტო იქ იხდის 8 თეთრს წარმოგიდგენიათ თქვენ ეხლა ამას ვეძახით ჩვენ სად იქნება აქ როგორ შეძლებს ამას თქვათ ვინმე ეს არის კონკურენტული გარემო ეს არის ბატონყმური წყობილება მე ვარ ბატონი და ბატონს მემსახურეთ აი არის ეს საქართველოში ქუჩაშიც არასწორად ხვირიან და პოლიტიკოსებიც არასწორად ლაპარაკობენ ბევრ ამას იმიტომ რომ თუნდაც მე გარახების რეფორმა რო დავიწყე და იმას მოვაყოლე ეს ყველაფერს ეხება მაგრამ რატომ იმიტომ რომ შენ როდესაც იწყებ სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებას და სხვა უნივერსიტეტებს რომლებიც შეიქმნა უნიკალური უნივერსიტეტები და ინსტიტუტებია იქ მოწყობილ ადამიანს არ აფინანსებ ეს ნიშნავს იმას რომ შენ კონკურენტულ გარემოს ყოფ და არა მარტო კონკურენტულ გარემოს ყოფ ნახეთ რა არის მე ვთქვათ წავედი კერძო უნივერსიტეტში მე იქ არაფერს არ მაძლევ მაგრამ მოვეწვე კარგად და იქ მინდა სწავლა იმიტომ რომ თქვენ დაუშვით ის რომ იურიდიული ფაკულტეტი იქნება მხოლოდ ერთ ქალაქში ალბათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგრამ მე წავედი კერძო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე და თქვენ თუ გინდათ იქ გაამკაცრეთ მოთხოვნები რომ იქ იყოს ძალიან სწავლებისადმი როგორც გურამიშვილი ამბობს სწავლის ძირი მწარი არის კენწეროში გათბილდების და აი ეს ფორმულა უნდა იყოს მთავარი და რეალურად გამოვა მაშინ რა რომ თქვენ მე რომელიც წავედი კერძო უნივერსიტეტში სასწავლებლად ბიუჯეტის ფულს მე არ მაძლევთ ბიუჯეტი ხო ჩემი შექმნილია ყველა მოქალაქე ვიღებთ მონაწილეობას თქვენ ბიუჯეტის ფულს აძლევთ მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტს და მე იქ ვერ მივდივარ იმიტომ რომ 100 კაცი იქნება 200 კაცი სულ იურიდიულზე დღეს ეხლა იცით რამდენია ხომ ეს ვიცით ძალიან კარგად რაც მოყვება ამას ეს ეხლა დღეს უხარია ვიღაცას უფასო კი არ არის ეს არის დაბრუნება განათლების შინაარსი საბჭოთა პერიოდის კარგი იყო მაგრამ სისტემა იყო კორუფციული ეს არის დაბრუნება კორუფციულ სისტემაში და არა მარტო კორუფციულ სისტემაში მე გაწმუნებ თქვენ რომ იმ იურიდიულ ფაკულტეტზე იქ ეკონომიკურ ფაკულტეტზე აი ამათი შვილები მოეწყობიან ამათი შვილები და შვილიშვილები და რეალურად დაკანონდება ქვეყანაში ბატონყმური წყობილება ანუ ამ ბატონების შვილები გახდებიან ხვალ ბატონები მე იმათი შვილები გახდებიან ბატონები და რეალურად ის ხალხი ძირითადად ვინც საქმის შემქმნელია და საქმის გამკეთებელია ამ განათლების სისტემას ქმნიან ისინი კონკურენტული გარემო განათლებაში ეს არის უპირველესი რამე შენ ის კი არ უნდა შეზღუდო რომ თქვა კერძო უნივერსიტეტში შენ
გააკეთე სისტემა ისეთი, რომ სწავლება იყოს ყველა, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში დღეს ჩემი მეგობრები კითხულობენ ლექციებს, 75 კაციდან ლექცია რო არის გაერთიანებული, 7-8 კაცი ესწრება. 7-8 კაცი. აბა ნახეთ რა ხდება კერძო უნივერსიტეტებში. იქ მოთხოვნები აქვს. იქ საშინელი მოთხოვნებია. ანუ ჩვენ არა მარტო განათლების დონეს დავაგდებთ, არამედ კონკურენტულ გარემოს მოვკლავთ. არადა ხელისუფლების უპირველესი ფუნქცია არის კონკურენტული გარემო შექმნა. განათლების სისტემის რეფორმის კანონი, რომელიც მოდის, ის კლავს საბოლოოდ კონკურენტულ გარემოს და აკანონებს ფეოდალურ წყობას, ბატონხმურ წყობას, იმიტომ რომ დღევანდელი ბატონების, ანუ დეპუტატების, ხელისუფლების წარმომადგენლების შვილები ისევ ჩაწყობით მოეწყობიან სამედიცინოზე, იურიდიულზე, ეკონომიკურზე, ყველგან არავის იქ 2-3 კაცს მიაკარებენ სხვას, თორე დანარჩენი ესენი იქნებიან, ანუ ისინი ისევ ხელისუფლება გაფორმდება უკვე გადადის, ესე იგი, კლანიდან კლანში, გადადის კლანიდან კლანში და მოსახლეობის ჩვენ ყველანი ფეხზე უნდა დავდგეთ. ჩვენ ხელისუფლებისაგან უნდა მოვითხოვოთ ერთი კონკურენტული გარემო. რა კონკურენტული გარემოა? ბიძინა ივანიშვილი 8 თეთრად იღებს ელექტროენერგიას და ნებისმიერი მეწარმე სხვა იღებს 32-33 თეთრად. 30 თეთრად. ეს არის კონკურენტული გარემო. დათესავები ბიძინა ივანიშვილის მამაცაშვილია თუ მისი ახლობლები ესენი ბატონობენ სადაც გინდა რაიონში ჩადე, ყველგან მიხვდები რომ იმის ნათესავი, იმის ნათესავი, იმის ნათესავი, ხელისუფლების ნათესავი, ვინ აკარებს ჭკვიან კაცს ადმე და ვინ რო არ აკავს პატრონი არ ამყავსო და წავიდა უცხოეთში. წავიდა უცხოეთში და საოცრად დიდი პიროვნება ხდება იქ. აქ ამ ქვეყანაში ვერ მიაღწია რომ რაღაც წინ წასულიყო ნაბიჯი გადაედგა. წავიდა უცხოეთში და საოცარი ის მიიღო. ეს რა ქვეყანაა ბატონებო? ეს არის უდაბნო. აზროვნების პოლიტიკური აზროვნების კი არა მარტო. აზროვნების უდაბნოდ აქცია. ბიძინა ივანიშვილმა როდესაც გაყუჩებულია სამეცნიერო ინსტიტუტები, მეცნიერები, აკადემიკოსები ყველან ჩუმათობენ ერთმანეთში, ლაპარაკობენ იმას, რომ ასე როგორ შეიძლება, ისე როგორ შეიძლება და ასე შემდგომ და სინამდვილეში რეალურად გარეთ რო გამოდიან და ტელევიზიებთ რო ლაპარაკობენ, უჭერენ ხალხს. ეს რა ქვეყანაა? მე ხშირად ესე იგი აი ამ მატარებლების, საგარეუბნო მატარებლების სარგებლობ. მე არ მაქვს მანქანა, თბილისში სახლიც არ მაქვს და მოძრაობ ხან ქუთაისში, ხან ის ხან ეხლა ეს არ არის განხილვის თემა დღეს თავარი. და რომ მივდივარ ამ მატარებლით ეხლა მცნობენ ბევრგან და ნუ ვთქვათ აი ამისინ ვიმგზავრე თბილისი ბორჯომის მატარებლით. საოცარი ხალხი იმ პირველ ვაგონში, სადაც ვიყავი, საოცარი ხალხი, სავსე ვინ არის ესენი? მოდიან დილით სამუშაოდ თბილისში და საღამოს ბრუნდებიან უკან. და პირიქით კი იყო, რომ თქვათ ბორჯომში, გორში, ხაშურში მიდიოდნენ სამუშაოდ თბილისიდან და ეხლა პირიქით აიქიდან მოდიან აქეთ სამუშაოდ. და რო კითხავ რაზე მუშაობენ, ვაჭრობა, გაკიდვა, რაღაც და ასე შემდგომ აი ესეთი რამეებზეც თანაც საოცრად მოაზროვნე, ძალიან კარგი ხალხი. ვაპირებ ამ შაბათ-კვირას ზოგიერთი ვნახო, შევხვდე კიდევაც ისეთი კარგი ურთიერთობები ყალიბდება კვირიდან კვირამდე, რომ მინდა ეს ადამიანები არ დავკარგოთ, იმიტომ რომ ესენი კარგად აზროვნებენ. აი მთელ ვაგონში საუბრობდი, მე კაცი ვერ ვნახე, მხარდამჭერი, ყველა იმას გეკითხებოდა, რა ვქნათ, სად არის ის ზალა, მე რატო საუბრობ დღეს ამ იმაზე, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი, რომელიც აი ამ რამდენჯერმე ვიმგზავრე ავტობუსით, იმით რეგიონებში წავედი, თიანეთში წავედი, იქეთ თქვათ ბორჯომის მიმართულებით ვიმგზავრე, ხაშურში ვიყავი, გორში ვიყავი, იმერეთში ვიყავი, დასავლეთში ვიყავი, საერთოდ სამეგრელოში და აი ხალხს ვეუბნებით, რომ აი უყურეთ ამ გადაცემებს და ბევრი უყურებს, ყველას მინდა რომ ვიცი შეზღუდვები აქვს ამას, იმიტომ რომ მე არ ვარ ესე იგი ამათ ლანძღავი და მაგინებლის კი არ ეშინიათ. ამათ ეშინიათ საღი აზრის, ჭკვიანური აზრის. ეს ჩემი აზრები კი არ არის მარტო, ეს არის მეცნიერთა კონგრესის აზრები. მეცნიერთა კონგრესი ეს არის ტვინით გატენილი ადამიანების ესე იგი ერთობა და რომელსაც შეუძლია რომ ქვეყანა შეცვალოს და გულდასაწყვეტია ის რომ ამ ადამიანების მოსმენა არ უნდა არავის. თემურ შაშიაშვილი რომ არ მოგწონს, ეს არ ნიშნავს იმას რომ ის პროგრამები რომელიც მეცნიერთა კონგრესში შედგა, ეს ქვეყნისთვის ცუდია, ქვეყნისთვის ეს მალამუა, ბედნიერება, ნახტომია, სერიოზული ნახტომის გაკეთების საშუალებაა, მაგრამ ვინ? არა, ქვეყანა უნდა იყოს სიბნელეში, ქვეყანა უნდა იყოს უდაბნოში. ჩვენ უნდა ვცხოვრობდეთ ბიძინა ივანიშვილის აზროვნების მიერ შექმნილ აზროვნების უდაბნოში. ეს არ არის ის ქვეყანა, სადაც აზროვნებაა მთავარი. აქ არის ქვეყანა, სადაც ესე იგი კამელეონი თუ ხარ, ფეხფეშ თუ გაეგები და კოცნი ხელზე ფეხზე და დაჭერილი ხარ კიდე ხელებით. თავით, ხელით, ფეხით ყველაფერი დაჭერილი ხარ. მე ვიმეორებ, რომ კონკურენტული გარემო
და ის სამრამეს ვამბობ დღეს, რომელიც ამას რო არც ერთმა ხელისუფლებამ არ გააკეთა, არც მოკავშირმა, არც მოცნებამ და აკეთებს ამას არც ოცნება, არც ნაციონალურ მოძრაობამ არ გააკეთა, არ აკეთებს ამას არც ოცნება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ იმ ხალხის სია, ვინც ნულოვან აუქციონზე შეიძინეს მთელი ქვეყნის მიერ შექმნილი სიმდიდრე. კაპიკებში და რა გააკეთეს იქ? ვინ არის ეს ხალხი? პარლამენტში ზიარბევნი. ამათ უფლებაც არ უნდა კონდეს ბევრი რამის. ისინი გამდიდნენ ხალხის მიერ შექმნილის ყიდვა გაკიდვით. ეს არის პირველი, ხო უნდა ვიცოდეთ ეს სია, ვინ არის ეგ? ვინ იყიდა ეს ისინი? დიდი საწარმოებით მოყოლებული, ვინ იყიდა ესენი? და რა გაუკეთეს იმათ ქვეყანას? სამუშაო ადგილების შექმნეს თუ ჯართან დაქციეს სამუშაო ადგილები? პირველი ეს არის, მეორე. სია იმ ადამიანებისა, რომლებმაც ვიმეორებ, სია იმ ადამიანებისა, რომლებმაც გაიტანეს სესხი, როდესაც კუპონი შემოვიდა. რატომ მოიკლა თავი მინისტრმა დვალიშვილმა, დემურ დვალიშვილმა და რასია ქონდა მას პროკურატურაში, მოიკლა თავი თუ მოკლეს კიდე საკითხავია. რა მოხდეს, ვინ იყო, რა მოხდა, ვინ იყო ამ სიაში? რა პრობლემაა ეს? პროკურატურაში ხო აქვს ეს სია? არ გამოაქვეყნა ნაციონალურ მოძრაობამ. რატომ? იმიტომ რომ სააკაშვილით მოყოლებული ყველა იმ სიაში იყო. არ აქვეყნებს ამას ოცნება, რატომ? იმიტომ რომ ბიძინაგანიშვილით მოყოლებული დარწმუნებული ყველა იმ სიაშია. თქვენ რაზე გამდიდრდით? კაპიკებში იყიდეთ ხალხის მიერ შექმნილი, რაზე გამდიდრდით? ესე იგი, კუპონი რო შემოვიდა 10, 15, 20, 30, 100 მილიონი აქვს ზოგიერთ სესხად აღებული. 100 მილიონი აიღო და სამსახური იმაში კი არ მიიტანა, წარმოებაში კი არ ჩადო. გადაახურდა დოლარად და 100 მილიონით 80 მილიონი დოლარი მაინც მიიღო და დააბრუნა 80,000 კუპონი. ეს ხალხია დღეს ვინც აზრის ბატონო ქვეყანას თავზე. თავი უნდა მოვიკლათ ეს სიები უნდა გამოქვეყნდეს. და მესამე სია კიდე ამ მესამის ერთი ნაწილი 1200 პაკეტი რომ აღმოჩნდა უშიშროების მინისტრის ნათესავის საფში. ვისი გვარები და სახელები ეწერაზე? ვის უგზავნიდა უშიშროება ყოველთვიურად 1200 კაცს უგზავნიდა უშიშროება. ბიძინავანიშვილი ხო არ იგებს პულს, ეს ერთია. მაგრამ აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომელიც თქვა წერალი არ არის, ხელოვანი არ არის, მაგრამ ჟურნალისტია, რედაქტორია, ტელევიზიის მუშაკია, რაღაცას წარმოადგენს, ისინი თუნდაც პარტიის ლიდერია, ვიღაცა და პულს ურიგებდნენ პაკეტით. ყოველთვიურად. ეს 1 და 2 ლარი ხო არ იყო? 10,000 ლარიდან იწყებოდა ყოველთვიურად. ამით ყავდა ნაკიდი. და დღეს იმიტოა რომ გამოყავს ყოველთვის ოცნებას, თურმე გამოდის ვიღაც ამერიკელი და ამბობს რომ ჩვენ საქართველოში ვყიდულობდით ტელევიზიაზე და დღეს გაიგეთ მაგი? რა ისინი რო ყიდულობდნენ ამას, ყველა ჩვენი გამოსვლა მე ამ დღეებში მინდა ბატონ დიტო ჩუბინიძეს განათლებულ კაცს, ენერგიულ კაცს და წესიერ კაცს მინდა მოვიწვიო და უთხრათ რომ ამ კიდე ინტერვიუები რომელიც მე მიმიცია მისთვის მიმიცია კვირის პალიტრა და სხვა მოვიყო და იქ არ წერდით ამას რომ ნაკიდი ყავთ ესენი რა თუნდა ამას თქვა აი გადაღებული არის ხო ფილმები ბოკერია რომ ეუბნებოდა ფულს მოგცემთ იმას ვარ საიდან იღებდნენ აფულს სოროსი იმაში არ დადიოდა ასპარზე კი არ დადიოდა საქართველოში ნოხი ქონდა გაგებული ყველგან სოროს დაბარა ისთვის მოდიოდა დაფინანსებდა ღიად და ირიბად ყველაფერს და ვის აფინანსებდა მარგველაშვილს შემდგომ მინისტრს ისა პრეზიდენტს სხვა მინისტრებს და იმას არ იცოდით ეხლა გაიგეთ ეს კი მაგრამ მე ვიცოდი ეს და წერდით გაზეთებში და მე კი არა მარტო უამრავმა მაშინ ისე გაწყობდა თუ ეს ასე იყო ეხლა დღეს აღარ გინდათ და ყიდულობთ ამას მაგრამ რატოა საშიში ესია აი ეს მთავარი ეგ არის რატოა საშიში დღეს ზიგზიგში არიან მოსვენება აქვს დაკარგული ამ 1200 კაცს თვითონ ხო იციან საიდან იღებდნენ პულს თვითონ ხო გაიგეს 1200 პაკეტი ნახეს ესენი უბრალო ფიგურები კი არ არიან პულს თხუილა კი არ აძლევდა ეს ბიძინავანიშვილის ნებართვის გარეშე ვერ მიცემდა ამას უშიშროების მინისტრი
და რატო აზრებდნენ? იმიტომ რომ იყიდეს ეს ხალხი, ხო? და დღეს ეშინია დამად რომ ეს არ გამოქვეყნდეს. რო გამოქვეყნდეს ესია, უამრავი გაზეთი, ტელევიზია დაკარგავს ძალას. გაზეთი და ტელევიზია, რომელიც არ ითხოვს დღეს ამ სიის გამოქვეყნებას, იღებდა ამ ფულს. პოლიტიკოსი, რომელიც არ ითხოვს დღეს ამ სიის გამოქვეყნებას, ითხოვდა ამ ფულს. პოლიტიკოსი, რომელიც არ ითხოვს პრივატიზაცია ნულოვანი, ვინც გააკეთა, გაკეთებული აქვს თვითონ ნულოვანი პრივატიზაცია. მე ხელწერილი მაქვს დაწერილი 97 წლიდან. თუ დედამიწის ზურგზე მამա პაპისეულს გარდა რაიმეს ნახავ ჩემსას, აქციას, სახლს, მანქანას, რაიმეს გჩუქნით. 97-დან წერ ამას. მე არაფერი აქციების რო დაბირიგეს ვაუჩერები, ისიც კი გელათის აკადემიას გადავაჩუქე. ერთი აქციის პრობლემი არ არის ჩვენი ოჯახი. თქვენ ნულოვან აუქციონზე იყიდეთ ყველაფერი. ხელისუფლების მხარდაჭერით. შევარდნაძის გარემოცვამ, რომელიც გადაბარგდა იმის გარემოცვაში, რა ქვია, სააკაშვილის გარემოცვაში და გადაბარგდა ბიძინავანიშვილის გარემოცვაში. რამდენი გვარის გინდა ამდეს დაგისახელებთ. კლასიკური მაგალითებია კოკაკოლას პრეზიდენტი, კლასიკური მაგალითებია ვანო ჩხარტიშვილი და კლასიკურია ყველა ხელისუფლების დროს კარგად იყვნენ. ქაფავდნენ. აღებული აქვს უამრავი ერთი და ორი კი არ არის, ხაზარაძე და ესენი ყველანი. ხაზარაძე რომ მისი შევარდნაძის შექმნილია დღეს თვითონ არის ის, მაგრამ ყველაფერს თავი დავანებოთ. უამრავი ადამიანი, რომელიც შექმნა შევარდნაძე როცა თქვა რომ 100 კაცი ჭირდება ქვეყანას და დაიწყო თავის რიგებიდან, აკრობლებიდან. მისი სიძით მოყოლებული ყველანი გაახტენენ. იგივე გააკეთა მე მიხეილ სააკაშვილმა, მისი ბიძა, მისი ახლობლები, ესენი ისინი გახადა მილიონერები. მე იგივე საკეთებს ბიძინავანიშვილი. Ragar იციან რაკნან მისმა ძმებმა, დეიდაშვილმა და სხვებმა. ხალხო სხვა აღარ ცხოვრობს ამ ქვეყანაში. თქვენ ხართ მარტო და უნდა ჭამოთ ეს ქვეყანა, აშენეთ მაინც. უნდა ჭამოთ ეს ქვეყანა. და თან კიდე ისი ახერხებთ, როგორც მიხეილ სააკაშვილმა, პირველმა კაცმა, რომელმაც რუსეთს თელი სიმდიდრეები ჩაუგდო ხელში. შუქი გვაქვს სახში, რუსული კომპანიას უხდით ფულს. წყალი გვაქვს სახში, რუსულ კომპანიას უხდით ფულს, გაზი გვაქვს სახში, რუსულ კომპანიას უხდით ფულს და დასუფთავების ფულსაც კი რუსულ კომპანიას, ყველაფერი მათია. და ის ითვლება ანტირუსად. ისევე როგორც ბიძინავანიშვილმა რეალურად ესე იგი ჩაიგდო ხელში მისმა და მისმა გარემოცვამ. ჩაიგდო ხელში ყველაფერი, რაც კი ქვეყნის აი სამომავლო რამეები იყო, ხელში ჩაიგდო. და კრუხივი დააძნენ, ნეტავი წიწილს ჭერდნენ. ჩაიგდეს ხელში ყველაფერი. დაგვამათხოვრეს. ქვეყანა, მდიდარი ქვეყანა დაგვამათხოვრეს. და გამოჩნდნენ ადამიანები და აქებენ ბიძინავანიშვილს. ამით დაღუპეს ბიძინავანიშვილიც. რა არის საკებარი ამ ქვეყანაში, რომელიც თვითონვე აღიარებენ, რომ ყველაზე დაბალია პენსიები, რატო არ უნდა ხანდახან წეღარ მამუდი ევროპაში და ამაში, რატო არ უნდა შესვლა, თქვენ წარმოგიდგენიათ რა არის იმის ისა. აი ეგ ტრამპი გამოვიდა და ამბობს იმას, რომ საშემოსავლო გადასახადი არ უნდა იყოს. რა უფლება გვაქვს ჩვენ ადამიანმა ხელფასი გამოიმუშავა და ჩვენ იმას 20% წავა, საქართველოში 20% აღწმევენ. რუსეთში 12%-ია თუ 15%, ჩვენთან 20%-ია. ხელფასი მოვიღებ, მე ვთქვა პირობითად ნებისმიერი ვინც იღებს 20% ხელისუფლებას მიაქვს. ბიუჯეტში მიაქვს. რატომ? რისთვის? რომ ხედავ აი ამას ფიზიონომიას რო გააკეთებ აი ამ ესე იგი საშემოსავლო გადასახადის, მიხვდები რომ ეს იყო ღლეტვა. ხალხი ამბობდნენ იმას, რომ სახელმწიფო ფულს კი არ აძლევს ჯიბეში, ჯიბიდან უღებს ფულს. 20% არცად აღარ არის უკვე ეს. არც ერთ საბჭოთა ქვეყანაში ჩვენთანაა 20%. თქვენ ამას აქებთ. რატო არ უნდათ ევროპა და რატო არ უნდათ ისა რა ქვია ამერიკა და ამ შემდგომ? იქ იციან ძალიან კარგად რომ პენსია სხვა უნდა იყოს. პენსიონერი და მინიმალური ხელფასი ვისაც აქვს 1000 ლიტრა ბენზინს უნდა ყიდულობდეს მისი ერთი თვის პენსიით და მინიმალური ხელფასით.
სხვანაირად ვერსად ვერ შეხვალ. ვერც ევროკავშირში და ვერავისთან ვერ იმეგობრებ. აწყობთ ეს ამ ხელისუფლებაში არა. ამ ხელისუფლებას აწყობს ღარიბი და მშიერი დაუზურებული ხალხი. იმიტომ რომ მშიერი და დაუზურებული ხალხის კიდევ ადგილია. მოხსენება რომელიც მე პრეზიდენტ შევარდნაძეს ჩავაბარე, როდესაც გადავდექი თანამდებობიდან და ჩავაბარე 2001 წელში, ბორჯომში რო ჩავაბარე, მისი სათაური ასეთი იყო: აზროვნების სიძნელე, ანუ მშიერ და დაუზურებელ ქვეყანაში სიკეთე გათითოგაცებულია და ბოროტება ერთ პოლიტიკურ მუშტადაა შეკრული. კუჭი იბარჯვებს გონებაზე. აი საქართველო. მშიერ და დაუზურებელ ქვეყანაში სიკეთე გათითოგაცებულია, ბოროტება არის შეკრული ერთად და კუჭია გამარჯვებული. ნებისმიერი ადამიანი კუჭით აძლევს. იმ ადამიანებს, რომელსაც იტალიაში და ძველ საბერძნეთში არჩევნებში მონაწილეობას არ აღებინებდნენ, იმიტომ რომ ქონება არ ქონდა, არ იყიდონო. საქართველოში ასეთი ხალხი აძლევს ხმას. და 1 კილოგრამ შაქარში და 2 კილოგრამ იმაში და არასდროს ამათ ოჯახებში სიკეთე არ იქნება. ვინც ყიდულობს საარჩევნო ხმას და ვინც ყიდის საარჩევნო ხმას, ამათ ოჯახებში სიკეთე არც ერთში და არც მეორეში არ იქნება. ეს აურა ჩამოყალიბდა ქვეყანაში და კატასტროფაა ეს. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ესე იგი ხელისუფლება არ ასრულებს თავარ ფუნქციას? ვინც ხელისუფლებაში არიან დღეს გამდიდრდნენ ნულოვანი აუქციონებით, სამუშაო ადგილებით ჯართად ქცევით. ვინც დღეს ხელისუფლებაში არიან, ისინი გამდიდრდნენ იმ ესე იგი კუპონის შეცვლის დროს და კაცმა თავი მოიკლა მინისტრმა. აგერ ვინც ამ ხელისუფლებას ფეხქვეშ ეგება დღეს, იმათ პაკეტებით ეძლებოდა ფული. 1200 კაცი ამ პატარა ქვეყანაში თქვენ ცოტა გონიათ? როგორც ამბობენ, აქედან 40-50% ჟურნალისტი და გაზეთია და ტელევიზია. როცა ამას გდებენ ბრალ ჟურნალისტებს, რატო გამოდით და თქვით, დავდგეთ ერთად და გამოვიდეთ ქუჩაში და უთხრათ გამოაფეხნეთ ეს. რატო გიშინიათ? ქვეყანა დაკეთილშობილდება. როცა გაიგებს, ვინ იყიდა ის ნულოვან აუქციონზე, ვინ აიღო ის ესხები და ვინ არის ის ხალხი, რომელსაც ხელისუფლება პაკეტებს ურიგებდა. ამ ადამიანებს აღარ აირჩევენ ქვეყანაში. მაგრამ ვიდრე ესია, არ ვიცი სწორედ ამ ადამიანებს ვირჩევთ. იმიტომ რომ ფული აქვთ მათ. კარდინალური ცვლილება ეგ არის. არა ის, რასაც ქუჩაში ყვირიან და რასაც გამოდიან. მეცნიერთა კონგრესი არის სისტემური ცვლილებების, კარდინალური ცვლილებების პროექტი. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, განათლების სისტემის რეფორმით დავიწყე. რა სისულელია ჯერ ოდის იყო, რომ განათლების რეფორმას საერთოდ მინისტრი არცერს არსად. აი გაიხსენეთ მინისტრები, რომლებიც მოვიდნენ, პირველი მინისტრი ლომაია განათლების და რამდენი მინისტრი შეიცვალა? მინიმუმ 30. ამ ხნის განმავლობაში 30-ვე მინისტრმა დაიწყო განათლების რეფორმით. სადაა რეფორმა? მაგრამ განათლების რეფორმა როგორ კეთდება? როდესაც მინისტრი კი არ წერს განათლების რეფორმის პროექტს, ინსტიტუტი წერს, როგორ წერს ინსტიტუტი იმ გამოცდილებით, რომელიც ქვეყანას ჰქონდა პოზიტიური რომ მოკრიბოს, იმ გამოცდილებით, რომელიც კაცობრიობას აქვს და იმ რეალობით, რომელიც ქვეყანაშია. იწერება ინსტიტუტის მიერ. ქვეყნდება, იწყება განხილვა ხალხში, ჭკუით გატენილი ადამიანებია ქვეყანაში და გვეწმიან საინტერესო რამეებს, შედის პარლამენტში, პარლამენტი იღებს ამას და რომ მივიღეთ კანონი რეფორმების, კანონი განათლების რეფორმის შესახებ, მერე ვიწყებთ მინისტრის ძიებას. რომ ამ ეს ვინ დავიქირავოთ, რომ ეს რეფორმა გაატაროს. აქ როგორ არის? მოგყავს მინისტრი და იგი წერს განათლებას. გაგიგიათ ამნაირი რამ. ყველაფერი არის გადაბრუნებული. და ხშირად მიყვარს ეს გამოთქვა, ბრეიგენის სამყარო გადაბრუნებულია. სამყარო გადაბრუნებულ სამყაროში ცხოვრობ ჩვენ. ესე იგი, ხელისუფლება არ ასრულებს მის მთავარ ფუნქციას, არ ქმნის კონკურენტულ გარემოს და ადამიანი დაცული არ არის ქვეყანაში. და მეორე კიდე, ესე იგი, კანონები იწერება არა იმათ მიერ, ვინც უნდა წერდეს, არამედ იმათ მიერ, ვინც უნდა ახორციელებდეს. და იგი წერს იმ კანონს, რომელიც მას ჭირდება და რომელიც იმ პარტიის ძალას გააძლიერებს ქვეყანაში. ინსტიტუტი არ დაწერს პარტიულ კანონს.
მაგრამ მინისტრი დაწეს ოცნების მინისტრი როგორ კანონს დაწეს ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა ოცნების დღეს კანონ პროექტი რომელიც იწერება არც ერთი არ უნდა იყოს პოლიტიკური და პარტიული სუნით ეს ესე იგი ცუდ სიტყვას ვიყენებ ლიტერატურულია ამ დამხაკებული რო ეს ერთია მაგრამ აყროლებულია პოლიტიკური სუნით პარტიული სუნით აყროლებული ყველა ეს კანონი რომელსაც იღებენ ამაზე რა გაასწორებს ვინ გაასწორებს თუ არა ეროვნული თანხმობის პარლამენტი რომელშიც არ იქნებიან პარტიები არ იქნებიან პოლიტიკოსები რომლებიც ხელხელაობენ ესენი არც ერთ პოლიტიკოსი არ არის თვითმარბია პოლიტიკოსებია იქნებიან პროფესიონალები წესიერები ავტორიტეტები აი ესა ის რეფორმა რომელსაც მეცნიერთა კონგრესი თავაზობს მე ხშირად ვამბობ ასეთ რამეს გაიზიარებს ხალხი გაიზიარებს არ გაიზიარებს პირველი როდესაც 97 წელში მუდმივად ამ განწყობით ვიყავი მაგრამ 97 წელში რომ გამოვედი პარლამენტში 13 ივნის იქ თქვი რომ ქვეყანაში სისტემაა კორუმპირებული და საჭიროა არა პიროვნებების წინააღმდეგ ბრძოლა არამედ სისტემის შეცვლა მეცნიერთა კონგრესის სისტემა აქვს ისეთი როგორც შეიცვლება ეს მართვის სისტემა რომ პრაქტიკულად არავით დაჭერა არ დაგჭირდება ხალხო არავითარი მილიონებს აქვს ვერავინ ვერ წაიღებს ეს იქნება საუკუნეში ერთეული მოვლენა რაც დღეს მასიურია დღეს გაიგეს თურმე რომ ნარკომანია და ეხლა რომ გადაფარონ ეს ყველაფერი ამ ნარკოტიკების ნარკომანები და ვიღა წამოიგება ამას ეხლა ვიღა ტელევიზორში ხედავ ხელისუფლება ნარკომანებს კი მაგრამ ნარკომანები ამრავლებთ ნარკოტიკებს არ ურიგებდით არჩევნების დროს ოცნება თქვენ ნარკოტიკებს არ არიგებდით არჩევნების დროს მარიხუანას ლეგალიზება არ უნდა დაბიძინა ივანიშვილს არ შემოიტანეთ ეს მინისტრებმა გახარიამ არ შემოიტანა ეს კანონი პროექტი იმაში რომ მარიხუანის ლეგალიზება მომხდარიყო ეხლა უბრალოდ იმდენად ბევრი ცუდი რამე დაგიგროვდათ ეხლა უნდა რამ გადაფაროს ეს რომ არაბული ქალაქების მშენებლობა კატასტროფა რაღაც უნდა გადაიფაროს განათლების სისტემა რაღაც უნდა გადაიფაროს BBC-ს ეს რაღაც უნდა გადაიფაროს ამიტომ რა არის კორუფცია იჭერენ ყოველდღე ვიღაცას ეს არის იძულებითი დაჭერები და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა ეს ხალხში იწვევს დადებით ემოციებს აი ასეთ ფოჩვიან კამპანიებზე რო ცხოვრობს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აი ამაზე ხელყელაობენ და ამაზე იცინიან და ამიტომ გვაზიან თავზე ხელისუფლებები ნაცვლად იმისა რომ ხელისუფლება იყოს დაქირავებული და გვემსახურებოდეს გამიხდა უფროსი როცა ხალხი გააცნობიერებს რომ პატრონი ამ ქვეყნის თვითონაა და ხელისუფლება არის მსახური მაშინ ნახეთ რა მოხდება ქვეყანაში ეს არის მეცნიერთა კონგრესის პროგრამა ეს არის სწორედ რეფორმების პროგრამა და ხშირად ვითხოვს და გავიმეორებ მეცნიერთა კონგრესი თვლის რომ მოსამართლეს არავინ არ უნდა მინიშნავდეს რაიონს და თქვა სენატში სენატორები ირჩევენ თვითონ სენატორები ირჩევენ პროკურორს სენატორები ირჩევენ აუდიტს სენატორები ირჩევენ განათლების საბჭოს სენატორები ირჩევენ პოლიციის უფროსს ანუ ეს ყველა დღეს ხო თბილისიდან ინიშნება ტრამპი ამოდენა ქვეყნის პრეზიდენტია და პატარა სასამართლო ვაგე რომელიღაც შტატის კი არა რომელიღაც ქალაქის სასამართლო თავზე ახერხებს მის გადაწყვეტილებებს საქართველოში წარმოგიდგენიათ ეს რატომ იმიტომ რომ ერთი კაცის გუნება განწყობით ცხოვრობს ქვეყანა შევარნაძის გუნება განწყობით იყო და იყო შევარნაძის პარლამენტი ამდენს ვერ ბედავდა ის მაშინ და მე მახსოვს უთქვამს რომ ეს როგორ გავყიდოთ ხალხ ქუჩაში გამოვა გაყიდულია ყველაფერი ვინ გამოვიდა მაგრამ როგორ გაყიდეს ახალგაზრდულმა გუნდმა ანუ სააკაშვილის ხელმძღვანელობით მოქალაქეთა კავშირის იმ გუნდმა იმდენად წყალს აქცევდნენ და ხალხს შუქს არ აძლევდნენ და ვიღაცა გამოვა დღეს და მე მეთქვი რომ იცი რომ შენ დრო შუქი არ იყო შუქი არ იყო იმიტომ კი არა რომ რეალურად არ იყო თბილისში იჯდა მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდული გუნდი რომელსაც უნდა რომ ორი რამ გაეკეთებინა პირველი ჰესები უნდა გაყიდულიყო და ხალხი ქუჩაში უნდა გამოსულიყო ხალხის ქუჩაში გამოსვლას მოიტანდა რევოლუციას 2003 წლის რევოლუცია მან მოიტანა და ხალხი მე ხალხმა თქვა რომ გაყიდეთ ყველაფერი ოღონდ შუქი მომეცნო და გაიყიდა თავარი სიმდიდრე ქვეყნის ენერგეტიკა ქვეყანას არ ეკუთვნის და შუქი გვაქვს ვამბობთ
შუქი უნდა ქონებოდა მაშინაც, რომ ეს ჯიბგირული განწყობის ადამიანები, პოლიტიკური ჯიბგირები არ ყოფილიყვნენ. მოქალაქეთა კავშირში, შემდგომ ნაცმოძრაობაში და დღეს ოცნებაში. მე ვხედავ, რომ ხალხთანაა მეტი მუშაობა საჭირო. მე აი ამ შეხვედრებმა ხალხში არის სასწაული განწყობა. თუ წარმოგიდგენიათ, 4 კაცი დავჭით ბოლოში ლაპარაკობთ ერთმანეთთან. აი ბორჯომის მატარებელი, აი ბოლოსკენ რომ მიდიოდა. და ამ 4 ოჯახს 16 კაცი ყავს უცხოეთში. ოჯახის წევრი, შვილი. პატარ კაცაშვილია, პირველი ერთი, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი შვილი პოლიციაში მუშაობდაო. და შებულება აიღო და გაიპარა საქართველოდან. დარჩა უცხოეთში და მუშაობს. ძმა, ახლობლები, ყველანი, აი 4 ოჯახიდან 16 კაცი. ოჯახებში დარჩნენ, ამ 4 ოჯახში დარჩენილი 10 კაცი და 16 გარეთაა წასული. და ჩვენ ლაპარაკობთ, რომ ყველაფერი კარგადაა ამ ქვეყანაში. აბსოლუტურად ყველაფერი, რაც არის, მე კიდევ ხმამაღლა ვამბობ და გამოკეთილა და რაც გნებავთ, ვისაც არ მოგწონვართ, მე მიხარია, მე იმ პოლიტიკოსთან რიგს ვეკუთვნი, ვისაც ის აქებს, ვინც ძალიან მინდა რომ აქებდეს. ისინი, ვინც მანძღავენ, კატასტროფა იქნებოდა რომ აქებდნენ. იმიტომ რომ ისინი არიან ან ოცნების წევრები, ან ნაციონალური მოძრაობის. მე თქვენ არ გებრძვით. თქვენ ებრძვით ქვეყანას. მე გეუბნებით თქვენ, რომ თქვენ რეალურად არ გინდათ, რომ სამართლიანობა აღდგეს, არ გინდათ ხალხმა იცოდეს ნულოვან აუქციონზე ვინ როგორ იყიდა ეს საწარმოები. მე გეუბნებით, რომ მინისტრის ქარხანა პრივატიზაციის სამინისტრომ გაკიდა იმდენ იმფულად, რაც დღეს 1 კვადრატული მეტრი ღირს მინისტრის ქარხნის ქუთაისში. რო ჩავედი მინისტრს ვეუბნები, რომ 10 წლის მერე, 20 წლის მერე 1 კვადრატული მეტრი გაიყიდება ეგრე. მოხდა ზუსტად იგივე. ერთლარად მიხეილ სააკაშვილმა ბენდუგიზის კერძო ინსტიტუტს მიყიდა ვებერთელა მიწები. ერთლარად $40 ხიდის კვადრატულ მეტრს 100 გექტარი აქვს აღებული მისი ქალიშვილი დღეს. ესენი არიან დიდრები, მე მას კი რატომ მომწონს, იმიტომ რომ ჭკუაგონებით გამდიდრდა. ესენი გამდიდრდნენ სხვათა გაღარიბების ხარჯზე. რა განსხვავება ნორმალური მდიდარი არის ვინ? ნორმალური მდიდარი არის, რომელსაც არავისთვის არაფერი წაურთმევია, პირიქით, მისი მოღვაწეობა ამდიდრებს სხვას. ესა მდიდარის ფუნქცია. აქ ჩვენთან ყველა ვინც კი დღეს მდიდარია, ყველა არის სხვათა გაღარიბების ხარჯზე და ყველა საერთაშორისო გამოკვლევა ადასტურებს, რომ საქართველოში ძალიან მდიდრებსა და ძალიან ღარიბებს შორის იმაზე დიდი განსხვავებაა, უსკრულია პრაქტიკულად, რომლის მსგავსი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის. ვიღუპებით და გვიხარია? როგორ დიდი პოეტი ამბობს? არა. იმ ადამიანთა რიგებში ვიქნები, რომელიც ადამიანებს ეთქვით, მოგწონთ, არ მოგწონთ, თემურ შაშიაშვილი, დაფიქრდით, რასაც მეცნიერთა კონგრესი ამბობს. დაფიქრდით მაინც. დაფიქრდით. და იცოდეთ, ხელისუფლების ფუნქცია ორადორია. კონკურენტული გარემო შექმნას და დაიცვას ადამიანი. კონკურენტული გარემო არ არის. ასე იგი ამ მასშტაბის კორუფცია ქვეყანაში არ ყოფილა, ამ მასშტაბის ნეპოტიზმი ქვეყანაში არ ყოფილა, ამ მასშტაბის აგენტები, როგორც ხელისუფლებაში არიან, დღეს საქართველოში არ ყოფილან. მეორე ნაწილი დაცული ადამიანი, რომელიც დაცულ ადამიანზეა. 3000 ლარი უნდა იყოს მინიმალური პენსია დღეს იმ კანონების მიხედვით, რომლითაც დემოკრატიული სამყარო ცხოვრობს. სადა ვართ? ჭაობში. მინიმალური ხელფასი უნდა იყოს 3000 ლარი. სადა ვართ? ჭაობში. მას კი ლაპარაკობს უფასოდ ბინების მიცემაზე. ამერიკა ფიქრობს დივიდენდების დარიგებას. ძალიან დიდი, ესე იგი ამ ჩვენი პოლიტიკითო ტრილიონები დაგვიგროვდაო და ეს ხალხში უნდა დავაბრუნოთ, დავარიგოთ ხალხშიო. აქ ღლიტავენ ხალხს. ამერიკა არ არის დიდარი ქვეყანა, ამერიკა არის მეცნიერებაზე ორიენტირებული ქვეყანა, ნიჭზე ორიენტირებული.
საქართველოსია ყველგანა ეძებენ ნიჭიერკაც მიყავთ თავისთან. ხედავ რა კანონი მიიღო. ნიჭიერები მოდიხართ, გიხსნი კარებს მოქალაქეობას გაზრდოთ. ვინც ხართ უპოვარები კრით ამერიკიდან. მე ვერ გეტყვით ახლა ვის მოწონს და ვის არა სხვა საკითხია, მაგრამ ის ამბობს, მე არ მინდა მათხოვარი. მე მინდა ჭკუით გატენილი კაცი. მოდით მთელი მსოფლიოდან გახსნა იმ ჩვენს ჭკუით გატენილ ადამიანებს ვუშვებთ გარეთ. რატომ? იმიტომ რომ აქ ქვეყანაში ბატონყმური წყობილებაა, ფეოდალური წყობილებაა. 21 საუკუნეში ჩვენ 21 საუკუნეში არ ცხოვრობ, ჩვენ რამდენიმე საუკუნით უკან ვართ. მაშინ როდესაც სხვა ქვეყნები ინგლისიდან წასულმა კაცმა იაპონიაში თქვა რომ 2 საუკუნით უსწრებს იაპონია ინგლისს. მე დააკვირდით, ინგლისს უწრებს 2 საუკუნით. ჩვენგან წასული ბესიკ ბოგველი ისრაელში რომ ჩავიდა, თეორიულად ამბობენ რომ გენიალური კაცი ხარო. და უზნაძის თეორიას დაყნობით და უხარიათ რომ ეუბნებიან დარჩი ჩვენთან იყავი აქ და რას გვეუბნება ბესიკ ბოგველი გვეუბნება რომ ესენი სხვა საუკუნეში ცხოვრობენ, აქ ინოვაციური ტექნოლოგიებია. საქართველოში სადავად გძინავს საღათა ზილით. რომ დაწერა ილია ჭავჭავაძემ, ღმერთო ეს ხმათკბილი გამოგონე ჩემს მამულშიო. ღმერთო გამოგონე რომ აქ საშემოსავლო გადასახადი აღარ იქნება. ღმერთო გამოგონე ის რომ ხელოვნურ ინტელექტზე საუბარს და ხალხის მომზადებას დაიწყებენ სახელმწიფო ინსტიტუტები. რომ ამ ინოვაციურ ტექნოლოგიებზე იქნება სერიოზული საუბრები, საზოგადოების მომზადება. ჩვენი პროგრამა იყო საქართველო უმაღლესი განათლების ქვეყანა, ანუ ყველა ადამიანი უნდა ყოფილიყო საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე. ესენი დღეს თუ ამკაცრებენ რაც ინტერნეტმა დაიწყო, არა თუ ამკაცრებენ სწავლების პროცესს და ამით უნდათ განათლება შექმნან, რომ აი ბევრმა მიიღოს განათლება, არამედ ამცირებენ და რეალურად აბსოლუტურად არაკონკურენტულს ქმნიან განათლების სფეროს და განათლების სფეროშიც კი აკეთებენ იმას, რომელიც მათ ბატონობას, მათი გვარების, აი ვინც არიან დღეს ხელისუფლებებში, დააკვირდით კარგად. წავიდა მამა, შვილი დარჩა პარლამენტში. წავიდა ისა რაღაც იმიდან შვილი დარჩა იქ. და წამოვიდნენ ესე რეალურად. ეს კიდე ჯერ კანტიკურდათ არის და აი მომავალში უკვე ამ განათლების რეფორმით და ამით ეგრე იქნება. მე მინდა გამოკვეთილად თქვა, საქართველოში არავინ ქართველებსაც არ უნდათ ფულის ჩადება, იმიტომ რომ აქ არ არის გარემო ამბობენ. აქ არ არის არა სახელმწიფო კანონები, აქ არის ბიძინა ივანიშვილის კანონები. ბიძინა ივანიშვილის კანონია. მე ბიძინა ივანიშვილი ვარ, მერთა დამფაროს, მაგრამ ესე იგი ამბობს, რომ 8 თეთრად უნდა ავიღო ელექტროენერგია, თქვენ 30 თეთრად, 32 თეთრად. ამას გეუბნება უცხოეთთან რომ მოდის, კაც მე სად მივდივარ, ამ ქვეყანაში მივდივარ, აქ კონკურენცია სად არის? არ იქნება კონკურენცია, ხო? ვერ იქნება. ამიტომ არ მოდის დემოკრატიული სამყაროს ფული ქვეყანაში, ინვესტიცია და მოდის არაბული. რატომ მოდის არაბული უნდა დაგიფროს? მოდის ჩინური, რატომ? იმიტომ რომ გავლენა მოახდინოს. მოდის ირანული, რატომ? იმიტომ გავლენა მოახდინოს. მოდის ინდური, რატომ გავლენა მოახდინოს? მოდის რუსული, იმიტომ რომ ისევ გავლენის ქვეშ იყო მისი. დავფიქრდით. არაფერს არ გთხოვთ. სწორად ვიაზრუნოთ. გენიოსი იყო ვაჟა-ფშაველა, რომელმაც თქვა რომ პოლიტიკისთვის ყველაზე ძლიერი არის თვალებახილებული ადამიანი. ამ ტელევიზიებმა, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციურმა დაუბნელეს, აზროვნება დაუბნელეს ადამიანებს. ტენდენციურები გახადენ. ერთი ერთ მხარეს, მეორე მხარეს და აღმოჩნდით უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენ ამიტომ გვინდა რომ იყოს ერთი ტელევიზია ყველას მხარდაჭერით, რომელიც იქნება ღია, თავისუფალი, მართალი. და ამ სიმნელეში არ ცხოვრობდეს ეს ხალხი. შუქი რო გაქვს სახში, ეს არ ნიშნავს რომ გონება გაქვს განათებული.
გონედება დააბნელეს ამ ტელევიზიებმა. გონებებს აბნელებენ ხელისუფლებები. იმდენ ტყუილს ლაპარაკობენ დღის განმავლობაში, რომ აი ხანდახან ვიფიქრე, რომ ყოველ საღამოს რამდენიმე კაცთან ერთად გავაკეთებ ასეთ გადაცემას, აი რომელიმე ჯობია, თქვა თავაზობ იმას სახელმწიფო ტელევიზიებს და ამას თავაზობ, რომ აი დავждეთ და თქვა დღის განმავლობაში ნათქვამი ტყუილები. და არგუმენტირებულად. რასაც დღეს ლაპარაკობს პრემიერ-მინისტრი, ესენი 80% არის ტყუილი. მაგრამ ხალხი ყიდულობს ამას. რატომ ამბობენ ისეთი ტყუილს? ამბობენ იმიტომ, რომ იყიდება ადვილად ტყუილი. ვინც ხალხი მოატყუა, ხალხი სათავეში მოექცა, ვინც სიმართლე უთხრა, მსხვერპლად იქცა. ეს უნდა შეიცვალოს. მე შევეცდები, რომ ბატონი რამდენიმე პიროვნებასთან ერთად, აი თუნდაც ქუთაისში ჩავიდე და აი იგივე იმ ხალხთან რა რეფორმა იყო განათლების, რომელზეც ლომაიემაც კი თქვა 2003 წელში, 2004 წელში უბრალოდ დასაწყისში, რომ ამას 20 წლის მერე ვერ შევძლებთ ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ უბრუნდებით იმას, რომელიც დამანგრეველი იქნება განათლებისთვის. უბრუნდებით ამას. ნაცვლად იმისა, რომ წავიდეთ წინ. დიმიტრი უზნაძის სარეფორმო პროექტი წაკითხულიც არ აქვს, არც განათლების მინისტრს, არც არავის. მე ვიწევ, ვისაც შეგიძლიათ განათლების მინისტრს, ყველა უყურებს, ვინც ეთქვიან ამას, მაგრამ ისინი ვერ დაჯდებიან. მე მზად ვარ, რომ კულტურულად, პატიოსნად, წესიერად, აი ვთქვათ ის, ჩავიდეთ თუნდაც ქუთაისში და მასწავლებლების მონაწილეობით. ვიწევ მინისტრს ვეუბნები, რომ ჩავიდეთ ქუთაისში და დავდგეთ ხალხის წინ, მე ვილაპარაკებ იმაზე, რა რეფორმა გავატარეთ ჩვენ და ილაპარაკოს მან რა რეფორმას ატარებს თვითონ. ხალხმა შეაფასოს ტელევიზიით იყოს ეს გადაცემა. ხალხმა შეაფასოს. რატო არ გინდათ ასეთ რამეების გაკეთება? გეშინიათ? აბა რატო არ გინდათ მაშინ? მე ხო იმას ვამბობ, რაც გავაკეთეთ. მისაღები გამოცდების გარეშე უნივერსიტეტები. სწავლება უფასო უნივერსიტეტში. ქუთაისის ორთავე უნივერსიტეტში. როცა 15-20 დოლარის შესაბამისი კუპონი იყო ხელფასი თბილისში. მაშინ 200-300 დოლარის შესაბამისი კუპონი ქონდა, ვინც ლექციას კითხულობდა. მაგალი თოდუამ უპასუხა მაშინ, რომ მე ერთი თვის ხელფასით 400-500 კილოგრამი ხორცის ყიდვა შემიძლიაო. გაზეთებში ეს. და იგივე ის რეფორმა, რომელიც იყო გაზეთში გამოაქვეყნეთ. გამოაქვეყნეთ თქვენც ეს რეფორმა გაზეთში, რომელსაც სადმე გამოაქვეყნეთ, დადეთ, რა არის, ისი არა ტელევიზიით რო გამოდიხოთ. დადეთ, წავიკითხოთ, რა თქვენ თქვენი მონაყოლი. თქვენ იქ ამბობთ ერთს და ტოვებთ 10-ს, რომელშიც იმალება მთელი უბედურება. დადეთ ეს პროექტი. ისევე როგორც გამოაქვეყნეთ რა ხელშეკრულება არაბებთან და კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. არაბული ქალაქის მშენებლობის სოფლიოში არ არსებობს ესეთი რამ და თუ ხალხი ამას დაუშვებს, უარესის ღირსი ვართ. მონებად ხელს ვაწევ ჩვენ თვითონ რომ მონები ვიყოთ. და უარესის ღირსი ვართ. მე თავაზობ დემოკრატიულ პროცესს, ხო? მე გეუბნებით, რომ ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს ტელევიზია ქართული ტივის პირდაპირ ეთერში 4-დან 6 საათამდე მეცნიერთა კონგრესის დროა. ვინც არ იზიერებთ, ვისაც სხვა მოსაზრება გაქვთ, მოდით ვიკამათოთ. დაწერეთ თქვენი კომენტარები, შეკითხვები რა არის, აი მე დღეს რაღაც ისეთი რა კითხები ჩამოვაყალიბე, რომ ბევრზე შეიძლება რაღაც შეკითხვა გაგიჩნდეთ და მოდით გავცემთ პასუხს შემდგომ გადაცემებში. აი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო კვირაში თქვენ გაიხარებთ ყველანი. თქვენ ნახავთ იმედს და თქვენ ნახავთ საოცარ რამეს ეროვნული თანხმობის პარლამენტის კონცეფციას. და ვინც ამას არ უჭერს მხარს, ის პრაქტიკულად ებრძვის ქვეყანას. მე არ მინდა გამოვიყენო სიტყვა მტერი და ასე შემდგომ. დღეს ინგა გრიგოლიამ სიტყვები გამოიყენა თავის კოლეგებს ჟღორები და რა უწოდა, რა დაგემართათ ხალხო, რა არის იგინება ჟურნალისტების 80% პოლიტიკო 80% იგინებით. ხალხს როგორ მოგწონთ ის პოლიტიკოსები, რომლებიც იგინებიან. კაცი არის ის, რომელსაც არც გინება არ შეუძლია, რა კაცურად ცხოვრობს და იერარქით კი არ აშინებს ვინმეს. თავის ცხოვრების წესითაა ის ბედნიერი და ძლიერი ადამიანი. მე ვიცი, რომ ამ ქვეყნის მომავალი, ამ ქვეყანაში
სიკეთით გამარჯვებაშია. სიკეთით გამარჯვებული პოლიტიკური ძალა დღემდე ხელისუფლებაში არ მოსულა. ყველა მოვიდა სხლისი ლანძღვით. ყველა მოვიდა სხლისი უარყოფით. ყველა მოვიდა ფულით. ყველა მოვიდა ქურდით. ყველა მოვიდა ქუჩის კაცით. არავინ არ მოსულა შიშველი ხელებიანი, ანუ წესიერი ადამიანების იმით არავინ არ მოსულა. აი ესაა დღეს გასაკეთებელი. მაგრად ვიყოთ, ვიფიქროთ მომავლის საქართველოზე. ვიფიქროთ. მაგრად ვიყოთ.